მოგესალმებით ხელოვნების სახლი მასპინძლობს დისკუსიათა ციკლს გორის სხვა ისტორიების შესახებ მოგეხსენებათ რამდენიმე გადაცემა, რამდენიმე ჩანაწერი უკვე დაიდო ხელოვნების სახლის Facebook გვერდზე და ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ აი ამ დისკუსიების ციკლს. დღეს ვისაუბრებთ იაკობ გოგებაშვილზე, ადამიანზე, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ზოგადად ქართული პედაგოგიკის განვითარებაში, ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით საბავშვო მწერლობის მიმართულებით და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს დაიბადა სოფელ ვარიანში, შემდეგ იყო გორის საოსტატო სემინარია, თბილისის სასულიერო სემინარია, კიევის სასულიერო სემინარია და იქიდან დაბრუნებული თითქოს უკვე მღვდელი სასულიერო პირი უნდა გამხდარიყო, მაგრამ არჩია საზოგადო ასპარეზზე გამოსვლა და ამით უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის დატოვებაში. მისი დედაენა მოგეხსენებათ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია. დღეს ამ დისკუსიაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ მწერალი დათო ტურაშვილი. გამარჯობა დათო, დიდი მადლობა რომ ჩამოხვედი გორში და დიდი იაკობის შესახებ ვისაუბრებთ. იაკობ გოგებაშვილი ცოტა უცნაური კაცი იყო, აი მისი ბიოგრაფები წერენ, რომ კაცი, რომელიც არ დაოჯახდა იმის გამო, რომ მიიჩნევდა, რომ ის დაავადება, რომელიც მას ჭირდა, თითქოს იყო გენეტიკური და არ უნდოდა, რომ გადაცემოდა მომავალ თაობას. თუმცა მან მომავალ თაობას უდიდესი განძი დაუტოვა და მოდი დავიწყოთ საუბარი კი ბატონო იაკობზე, რომელმაც არ ვიცი, თუ დიდ სამეულს ვახსენებთ ხოლმე ილია აკაკი ვაჟა, აუცილებლად მათ გვერდით უნდა მოვიხსენიოთ იაკობ გოგებაშვილს. კი ბატონო, დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ისევ გორში აღმოჩნდი, აქ ყოველთვის მიხარია სტუმრობა, იმიტომ რომ სულ მაქვს უსამართლობის განცდა, რომ სულ სხვა რამე ეკუთვნის და იმას კი არ ვუსმენ, მეტი ეკუთვნის. სხვა რამე ეკუთვნის ჩემის აზრით და ვის გამოც სხვა რამე ეკუთვნის, სხვა ღირსება და პატივი გორს, უპირველესად არის სწორედ იაკობ გოგებაშვილი და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი კაი გარემო ისევ არსებობს. მე რამდენად თორე არ მახსოვს აქვს, მაგრამ მიხარი რომ არსებობს და რაც თავარია იაკობ გოგებაშვილის გამო, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ასე გვემართება ხოლმე, რომ კი ვცდილობთ სუფრასთან იქნებათო სუფრების მიღმა, ვახსენოთ ხოლმე ჩვენი წინაპრები, ეს ალეგზელოც თითქმის აუცილებელია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვირჩევნია, რომ თქვათ დავით აღმაშენებლის ან ნებისმიერი სხვა დიდი ქართველის არ იყოს, ვახსენოთ როგორც მოვლენა, როგორც ადამიანი და არა შემოქმედი და არა როგორც მსახური ამ ხალხის და ამ ქვეყნის და იაკობ გოგებაშვილი მე სულად გეთანხმებით, არის ისეთი უნიკალური მოვლენა, რომ მე თუ მკითხავ, ყველა სუფრასთან უნდა ვახსენოთ განსაკუთრებულად და გამორჩეულად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ხა ბევრი და სახელოვანი და მნიშვნელოვანი ადამიანი საკმარისზე მეტი შეიძლება იყოს საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ის რაც გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა არის სრულიად განუმეორებელი და გამორჩეული. თვითონ არის საოცარი მოვლენა. ეხლა რადგან ახსენე თვითონ გოგა აფცეურს განსაკუთრებული მადლობა რასაკვირველია და რადგან ახსენე ეს სამეული, მე გეტყვით, რომ ყველას ალბათ, ესე იგი მეტნაკლებად საბჭოთა პერიოდში ვინც დავიბადეთ, ყველას გვახსოვს ალბათ ნებისმიერ საქართველოს ნებისმიერ სკოლაში იყო, ალბათ გინახავთ დერეფანში არის ხოლმე ძირითადად ფოტოები, ზოგან უკვეთავდნენ ხოლმე მხატვრებს, სხვათა შორის და იყო ხოლმე პორტრეტები ილია, ჩვენი სახელოვანი პოეტების, მწერლების და ასე შემდეგ და თითქმის ყველა სკოლაში იყო ის სამეული, რომელიც გოგამ ახსენა, აკაკი, ილია და იაკობ გოგებაშვილი ერთად არიან, სტუდიური ფოტოა. ილია, აკაკი და იაკობი. ეს სამეული მართლა საოცარი სამეული. სიმართლე ის არის, რომ არსად არ შეკრებიან, არც სტუდიაში ერთად არ წასულან ილია, აკაკი და იაკობი ფოტოს გადასაღებად და ეს უბრალოდ იმ კარგი ქართველების იდეა იყო და იმათი
მოგონება, ვისაც ძალიან უნდა რომ ერთად ყოფილიყო ილია აკაკი და იაკობ გოგებაძე და გოგებაშვილი და გოგა აფციაურებით ერთად გვეხსენებიან, თორემ არასოდეს არასოდეს რომ ფოტოს გადასაღებად არც ყოფილან ერთად ისე არც მსხდარა როგორც იმ ფოტოშია რომ ერთად გადაეყო სამწუხარო რეალობა, მაგრამ ჩვენ ეს გვინდოდა. სხვა შორის ეს რო აღმოვაჩინე, ეს ბევრი წლის წინ აღმოვაჩინე, მე ისიც აღმოვაჩინე რომ პირველი სკოლის წინ დგას 1956 წელი რომ მოხდა, იქ რო ისა 9 მარტის მერე დადგეს ძეგლი ზუსტად იმ ადგილას მოხდა დახვრეტები, ერთი და მეორე მოხდა ხიდთან და ერთი მოხდა მან. ზუსტად იქ დადგეს ილიას და აკაკის ისა სპეციალურად ძეგლი. რომ ესე იგი ჩვენი ის ეჭვი გავქონოდა რომ კი დაპრობილები ვართ საბჭოთა ოკუპაცია, მაგრამ ილია და აკაკიზე ისე ზრუნავენ რომ ამხელა ძეგლი დადგეს პირველი საშუალო სკოლის წინ. თუ დააკვირდებით და გაიხსენეთ იმ ფოტოს, თუ არა რომ მოხდები დააკვირდეთ. ერთი სიმაღლის არიან ილია და აკაკი. არა და აკაკი იყო მაღალი და ილია იყო დაბალი და მსუქანი. და ბურთივით მრგვალი როგორც გრიგოლ ორბელიანი ამბობდა და ამ მოქანდაკემ როგორც ჩანს ეს არ ვიცი მისი იდეა იყო თუ სხვა ქართველების იდეა იყო ადამიანები რომლებიც ერთად ალბათ ძეგლის დადგმას შეიძლება ისურვებდნენ ან არ ისურვებდნენ არ ვიცით მაგრამ გარდა იმისა რომ ერთად აღმოჩნდნენ ერთ ძეგლში კომპოზიციურად ერთი სიმაღლისანი აღმოჩნდნენ ანუ ჩვენ ვერ გავიმეტეთ ვერც აკაკი ვერც ილია იმისთვის რომ რომელიღამე ყოფილიყო რომელიმაზე დაბალი ან მაღალი ეს ძალიან მომწონს ისევე როგორც მომწონს აი რაც გოგა მახსენა ეს სამეული ილია აკაკი და აუცილებლად იაკობ გოგებაშვილი სინამდვილეში მე მგონია რომ აი ეს უცნაურ რომ მეც ვიცი ეს ამბავი რომ ცოლი არ მოიყვანა ეგონათ რომ ჭლექი მაშინ როგორც უწოდებდნენ ტუბერკულოზი ისა რომ მემკვიდრეობით იყო და მამაცაშვილი იყო ის ქალი ვინც უყვარდა ისიც გორელი იყო რა ქვია იოსები არ არის ქვია იოსებ მამაცაშვილის შვილი ეს ქალი უყვარდა როგორც ჩანს კიდე ერთი ქალი მოწონდა კიევში სწავლის დროს ქუჩაში უცებო ანგელოზი შემხვდაო ხო და გარდა იმისა რომ ეს მართლა ასეთი სხვა შეიძლება ის კი არა რომ ცოლი არ მოიყვანა რომ მემკვიდრეები არ ყო ცნობილი ამბავია რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებს არ ეკიარებოდა ანუ შოიდან ელაპარაკებოდა გოგებაში ჯერისადაც სუშიშები ქონდა ამ თავის ჯანმრთელობის გამო პლედით დადიოდა ზაფხულშიც ის კი არა რომ კარი გაეღო და ფანჯარა გამოიღო ოთახებს შორის გამოვაკარსაც არა ჩვაკეტილი იყო წერილები რომ ნახოთ აი წამოვიღეს ყველა შორის სულ ახსენებს საპყრობილეს ანუ თავის სახს თავის ბინას საპყრობილეს ეძახს რომ იქიდან ასად არ გადიოდა საპყრობილე შინაპატიმრობა თავისო თვითონ მიუსაჯო რომ ვინმეს არ გადავდო ჩემი დაავადებაო სხვა შორის აქვს მოგონება ნიკო ცხედაძეს ხო ნიკო ცხედაძეს რომ აკაკი მომიყვაო წერეთენო აკაკი მოვდივარო გოლოვინსკზეო ნუ მაშინდელი ეხანდელი რუსთავი ხო და ავიხედეო არა აქ არ არის მაგრამ აღარ მახსოვს სად მაქვს წაკითხული მაგრამ ნამდვილად წაკითხული გავიხედეო და აი ბესიკის ქუჩა რო ჩამოდის რა ქვია თაწმიდიდან გავიხედე და აი როგორ დარბის ხტუნაობდაო ესე ხტუნა ესე შეცდაკი ესე მორბის ისო გუბებზე ხტუნაობდა იაკობ გოგებაშვილი აი ის რო იწყება არაჩვეული გამოფენა აგულიერის თავი რო ხეებზე ასე დარბის ბიჭო ვიფიქრე ახო არ აურია ხო აკაკის ამბოს გეუბნ აკაკის პირით რასაც ყובה რომ ხო არ გაგიჟდა კაცო საწყალი იაკობიო და გავარდი ზემოთ ანუ ის ზემოდან მოდიოდა მე ქვემოდან ავარდი რაშია საქმე იაკობ ხო კარგად ხარო და არო ნაწვიმარი ყოფილაო თუ ქუჩას რეცხავდნენ თუ რაღაც გუბებია და მეშინიაო რომ ისა ფეხი არ დამისველდეს ხო არ დამისველდეს არ და წარმოგიდგენ ესე როგორი ჩაკეტილი ცხოვრება ქონდა სხვა შორის და სხვა შორის დათო ვარიანი და რო წამოვიდა ნუ ეხა ვარიანს ეძახ ქარიანი და ნესტიანი ჰავა და ერთ-ერთ მოგონებებში ეგეც წერია რომ ნათესავების ნახვა როდესაც უნდა და ვარიანში არ ჩასულა აი 16 წლის მერე 16 წელს რო წამო იმის მერე ვარიანში აღარ დაბრუნებულა გორში ჩამოდიოდაო და იბარებდა ამ თავის ნათესავებს რომ ინახა რაღაცა საქმეები მოეგვარებინა და მერე ისევ თბილისში ბრუნდებოდა ვარიანში აღარ დაბრუნებულა მიუხედავად იმისა რომ აი უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა აი მუზეუმში ახლაც ვიცით და ვხედავთ ხო საკლასო ოთახი რა ვიცი სკოლა გახსნეს და ყველაფერი გააკეთეს მაგრამ თვითონ ვარიანში აღარ ჩამოვიდა აი ქარისა და ნესტის გამო ხო და რაც შეეხება ვერ დავამთავრე ამ ამბავს ეხა შენ თქვი რომ ისა განსაკუთრებით როგორც საბავშვო მწერალი მე მგონია რომ პირველი საბავშვო მწერალია მაგაზეც მიფიქრე რომ ვინ არის ვინ დაასწრო იაკობს რომ ყოფილიყო საბავშვო მწერალი მე ვერ ვიხსენებ არ ვიცი
საბავშვო წერილი, ანუ კლასიკური გაგებით, ვინ არის იაკობამდე? ქართულ ლიტერატურაში არ არსებობს მიუხედავად იმისა, ჩვენ ძალიან ძველი ლიტერატურა ვარ და ძველი ცივილიზაცია, ძველი ხალხი. საბავშვო წერილი ვინ ყავს მანამდე? მე ვერ ვიხსენებ. აი ასეთი ტიპის ხალხურ შემოქმედებას თუ არ ხალხური შემოქმედების ავტორი არ ვიშ. მე გეუბნები საბავშვო ბავშვებისთვის რო წეროს და ბავშვების წერილი როგორც ჩვენ მანამდე არავინ არ ყავს. პირველი საბავშვო წერილია სინამდვილეში, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ბევრი მიზეზის გამო ბავშვებისთვის წერა ძალიან რთულია. მაგრამ ნუ ეს არის ამისთვის დაბადებული ეკამ გოგებაშვილი და ეხლა სიმართლე რო გითხრათ მე არ ვიცი ეხლა რაც მე წამიკითხავს სულ მაინტერესებს ჯადოსნური ამბები იაკობთან დაკავშირებით რომ მე მგონია რომ ზე ჯადოსნური ამბავია რომ მოიგონო ასეთი დასაწყისი როგორც იაკობმა მოიგონა ანუ სპეციალურად ერთი პერიოდი ამოჩემება მქონდა და ვიკვლევდი ისა ყველას ვეკითხებოდი ვისაც გავისვენ ახლა ბევრ ადამიანს დედაინაზე საუბარი დედაინაზე ვეკვლევდი რომ აი თქვენ ქვეყანაში როგორ იწყება მშობლიური ენის შესწავლა ანუ თქვენი პირველი გაკვეთილი რა არის იმიტომ რომ აი ია ისეთი ზე გენიალური გამოგონება მგონია რომ ფიქრობ კაცო რომ ჩვენ რო ესეთ საჩუქარი გვაქვს და გავიკეთა იაკობმა სხვები როგორ იწყებენ ანუ სხვები ამ ჯადოსნურ სამყაროში როგორ აღმოჩნდებიან ხოლმე იმიტომ რომ სხვებს ხურ შეიძლება არ გქონდეთ ვერსად ვერ ვნახე აი ყველას ვეკითხებოდი რა სადაც სწავლობდი ყოფილ ვარ იმაში რა ვქვია რამე შეხვედ ყველას ვეკითხები რომ ერთი აქეთ მომწონი როგორ დაიწყეთ პირველი გაკვეთილზე რა გითხრათ მას ჩვენ ხო აი ზე გენიალური აი ია როგორ უნდა მოიფიქრო სხვა შორის სანამ დედაენას გამოსცემდა იაკობ გოგებაშვილი 1876 წელია თუ სწორად მანამდე 12 წლით ადრე გამოვიდა იმას გრძელი სათაური ჰქონდა იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო როდესაც გრძელი სათაური ჰქონდა ესა ქართული ანბანი ანუ ესა საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის თუ რაღაც ნუ გრძელი სახელები იქ არ იყო აია ანუ იქ იყო აი ეს მცდელობები ხო ის აი ხალხური რაც გოგამ თქვა ამ ზეპირ სიტყვერებიდან ანუ ამ ლეგენდების სახით მითოსის სახით დალექილი და ხალხში ჩარჩენილი რომელიც მას ბავშვობიდან ესმოდა უყვებოდნენ ვარიანში და ყველგან მთელ საქართველოში ეს ხდებოდა დაიწყო იმათი შეგროვება ეს რასაც გამოსცემდა ისი გამოცემა მან დაიწყო მან სინამდვილეში გადაარჩინა გაქრობას იმიტომ რომ ეხლა ზეპირ სიტყვერება რამდენ შეიძლება არსებობდეს დიდი საშიშროა ჯერ რამდენი ამბობ დაკარგული და სწორედ იაკობის გამო ბევრი რამე გვაქვს შენარჩუნებული მაგრამ თავის მოთხრობების წერაც დაიწყო ისა რა ხო ჩვენ რა საბავშვო ისინი წაგვიკითხავს და რა ეს მისი დაწერა ჩვენ არც კი გვახსოვს რომ მაგალითად ერეკლე და ინგილოქალი მისი მოთხრობაა ჩვენ გონია რომ ეს რა ქვია ქართლის ცხოვრებიდან მისი მოთხრობა ან ისა რა ქვია ასპინძის ომი მაგალითად ეს მისი მოთხრობა ან იავნან აბრაქვნა არ ვიცი როგორ 12 წელი დააჭირდა რას რომ აია გამოეგონებინა ამას ვერ გამოიგონებ არ ვიცი ღამე იყო ეძინა და ხილვა ქონდა არ ვიცი დღე იყო და უცებ გაუნათ და ბუდასავთ არ ვიცი ეს არსად არ აქვს მოყოლილი თუ მაგას ვეძებდი რომ აია როგორ უნდა მოიფიქრო ესეთი მარტივი და ასეთი გენიალური და არსად არ წერია არ ვიცი როგორ მოიფიქრა არავინ არ იცის თვითონაც არ ყვება არსად არ მოუყოლე ეს წამოვიღე სპეციალურად გიჟდები აქ ერთი წერილია მინდა რომ წაგიკითხოთ მე ნუ ხო იცით აი წერილებიც კი მაქვს ყველა წაკითხული საბჭოთა პერიოდში 10 ტომეული გამოვიდა ეს ახლა გვიანდელი გამოცემა 10 ტომეული ისიც კი მაქვს წაკითხული რომ გამეგო ისე მანიაკალურად ქონდა ამოჩემებული რომ როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი მარტივი და გენიალური გამომგონება ის მოახერხო ანუ აი ია როგორ უნდა მოიფიქრო რომ ორ აიმაში ასობგერაში ჩაატავიო მთელი სამყარო. თან მე მახსოვს ეს როგორ დამემართა. აი ჩემი თაობის ადამიანებს და ალბათ მეც იყო ეს ან სკოლაში რომ უნდა მისულიყო ადამიანი რომ მივიდოდა. მანამდეც იყო ეს მე მანამდე მომიტანა დედაჩიმა. მოსამზადებელი რომ გამზადდეს სკოლაში. ასეთი იყო გადაფოცლავდი და ასოები უნდა ჩაგეწყო. კი. და აი ის მახსოვს ის აია და მივხვდი ეს არის ყველაზე ჯადოსნური სამყარო აი ორი ასო რომ წავიკითხე ისე გამიხ. აი როგორ ვიგრძენი იცით რომ რაღაც არა გაცნობიერებულად რომ სადღაც სხვა რამე იწყება ჩემს ცხოვრებაში რა თქმა უნდა ძალიან პატარა ვიყავი როგორ უნდა მივხვდარიყავი ან როგორ უნდა მცოდნოდა რომ ეს არის ყველაზე გენიალური გამოგონება წიგნი მაგრამ ამ დასაწყისმა ხო აი მიუხედავად იმისა რომ არ შემეძლო ამის აი ბოლომდე გაცნობიერება ან ახაც არ შემიძლია ბოლომდე მაგრამ მივხვდი რომ რაღაც დიდ ჯადოსნურ მოვლენასთან მქონდა საქმე არ ვიცი მოკლედ იაკობ გოგებაშვილმა ეს როგორ მოიგონა ჩემი ღრმაწმენით რომ ჩემი ღრმაწმენით ასეთი გამოგონება არ არსებობს მე ეხლა წარმოვიდი ჩვენ გონია რომ ეხლა დაიწყეს ჩანაცვლება და ეხაც მესმის ხოლმე ხო ის სულ ამბობენ რომ აი სკოლაში აღარ უნდათ იაკობ გოგებაშვილი და რაღაც სხვა სახელმწიფო ეს ახლა კი არ დაუწყია ჯერ კიდე გოგებაშვილის დროს ეს მოხდა აღარ მახსოვს პირველივე ჯერზე გამოუჩნდა კონკურენტი პირველივეზე
ეხლა გავიხსენებ რა გვარი იყო ვისი ავტორობითაც ასევე გაჩნდა სახელმძღვანელო პატარა ქართველებისთვის და რომელიცაც ასევე ჰქონდა თითქმის თანაბარი ისა რა ქვია კონკურენცია მასთან რომ ის ყოფილიყო მთავარი სახელმძღვანელო თუმცა მისივე ცხოვრებაში უამრავჯერ გამოიცა ძალიან ბევრჯერ დედაინა პირველი ბესტსელერის ავტორია იმდენად პოპულარული წიგნი იყო რომ ყოველწლიურ თან არედაქტირებდა ავსებდა და ამ მოგონებებში ერთადერთი ქართველია გოგა ერთადერთი ქართველი ავტორია ყველა მთელი საქართველოს ისტორიის ერთადერთი ქართველი ყველა პოეტსა და მწერალს ვისაც ჰქონდა მოგება წიგნებიდან ერთადერთი ამიტომ უწოდებდნენ რომ უნდათ მის წინააღმდეგ შავი პიარი თანამედროვე ტერმინოლოგია ამიტომ უწოდებდა დაარქვეს მოგებაშვილი კი რომ ეგო ფულის მოგება უნდაო იმას კი აღარ ამბობდნენ რომ მოგები 1940 წელს აი გოგამ გამახსენა ახლა მისი ანდერძი უნიკალური ეგეთი ანდერძი გვაქვს დავით სარაჯიშვილის და იაკობ გოგებაშვილის რაც კი ქონდა ყველაფერი სხვას დაუთმო და 1900 დაკრძალეს იცით ალბათ დიდუბეში დიდუბეში აი წაგიკითხავთ მე მაგარი წერილია დაკრძალვასთან დაკავშირებით და დიდუბეში დაკრძალეს 1940 წელს ბოცვაძე ყავდა მაგას ახლობელი სხვა შეს ანდერძში ყავს ის ბოცვაძე ლუარსაბოც იმის შვილმა მიიღო მონაწილე როგორც ახლობელმა ანუ ანდერძის ხალხი ვინც ესწრებოდა იმის ჩამომავლები მიიყვანეს რომ თაწმინდაზე რომ გადასვენების დრო მოვიდა რომ იმათ მიეღოთ მონაწილე ანუ ხო იცით აი მე ნიკოლოზ ბარათაშვილის დროსაც ესე მოხდა რომ ამოასვენეს ფეხსაცმელები ეცო სულ დახეული და დაკერებული იაკობ გოგებაშვილს რომელსაც ყველაზე დიდი ფული ჰქონდა ვინც საქართველოს ისტორიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაში ანუ მაგრამ თავისთვის არაფერი არ უნდა მართლა ასეთი საოცარი ადამიანი არაფერი არ უნდა თავისთვის აი არაფერი და ჩვენ კიდევ ბოლომდე არის ახლა დავით სარაჯიშვილი რა თქმა უნდა უზარმაზარი მოვლენაა სხვა შეს როგორც მოაზროვნე ხო მთელი იმპერია ჰქონდა და მთელი რუსეთის იმპერია აჯანყებული იყო და რევოლუციონერები ცავსე იყო და ყველა მუშა გაფიცული იყო არც ერთხელ არც ერთი მისი მუშა ბევრი ქარხანა ჰქონდათ არ გაფიცულა და ვერაფრით ხო იცი მაგათ იმას სტრაიკბერგერებს თუ რო არ გაიფიცებოდნენ და ლანძღავდნენ და ეუბნებოდნენ კაცო რატო გავიფიცოთ რასაც თქვენ ითხოვთ ყველაფერი გვაქვს იმიტომ დავით სარაჯიშვილი ასეთი გენიალური მოვლენა ყველაფერს აძლევდა მუშა ყველა მუშის ოჯახში იყო ნამყოფი რომ გაეგო რომ ვინმეს რამე ხო არ ჭირდება და არაკლი ამიტომ არავინ არ გაფაცულა ასეთი უნიკალური მოვლენა იყო დავით სარაჯიშვილიც მაგრამ განსხვავება ის არის რომ დღემდე არ ვიცით ყველა იმ სტუდენტის სახელი ვინც სწავლობდა იაკობ გოგებაშვილის ფულით ანონიმურად ისე რომ ვინობას არ ამჟღავნდა მათაც რო არ იცოდნენ და ვერ იგებდნენ ვიცით ზაქარია ფალიაშვილი იყო რომელსაც აი მუსიკაში დიმიტრი არაკიშვილი მუსიკოსებს მაგრამ იმდენი არ ვიცით გოგა იმიტომ რომ არც ამბობდა ხოლმე ჯერსეთი ნუ ახლა არ ამბობდა ახლა გასაგებია შეიძლება იფიქრო რომ ესე იგი ქართველები ლანძღვარი უნდა მოგებაშვილს ეძახდნენ და მეორეც იმიტომ რომ ის თვლიდა რომ სიკეთ ეს არის რომ შენ არავინ არ გაიგოს რომ შენ ამას აკეთებ თუმცა ეგ ყველაფერი გააქარწყლა იმ ანდერძით აი ეგ შავი პიარიც კი ხო შავი პიარიც კი ხო აი მაგანდერძის მერე ერთი ადამიანი გამორჩენია ამ ანდერძში და უკვე აი სასიკვდილოდ ასე ვთქვათ გადადებული უკვე ეს ანდერძი უკვე ნოტარიუსთან არის ვერანაირ ცვლილებას რომ ვეღარ შეიტანენ ანდერძში ერთი ადამიანი გაუბედავს და მისულა რომ მეო გამოგრჩი მეც მუშაობდი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაშიო და ამოუღია რაღაც პატარა ის რაც ქონია და ის ბოლო თანხაც კი ამ ადამიანისთვის მიუცია ხო აი იმდენად მნიშვნელოვანი აი შეუძლებელია ეგ ანდერძი წაიკითხო ემოციის გარეშე ყველაფერს უტოვებს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და იმ ადამიანებს ვინც ამ საზოგადოებას ემსახურებოდა ხო სხვა შეს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაც ახლა რამდენიმე სამართლობა ჩვენ ქვეყანაში მაგრამ ეგეც უნდა ვთქვა რომ ეგეც გორში დაბადებული იდეა სინამდვილეში ხო ახლა დიმიტრი ყიფიანი კი დიმიტრი ყიფიანი მათ შესთავაზეს სინამდვილეში როგორც ყველაზე ავტორიტეტულს და ზუსტად იცოდნენ ახლა რომ დიმიტრი ყიფიანი იყო კარგი კანდიდატი და გეტყვით რატომ მე ხო ის მიჩვენე ისა მოყვა ხოლმე სიმა როგორიც იყო ისა ისტორია დიმიტრი ყიფიანი იყო საუკეთესო კანდიდატი იმიტომ რომ ქართველების ჭკვიანი და გონიერი და განათლებული ქართველების 99% ეზიზღებოდა რუსეთის იმპერია და თვლიდა რომ ეს არის დამპყრობელი და აქედან სიკეთეს ჩვენ ვერ მივიღებთ ერთადერთი ქართველი განათლებული და ჭკვიან ქართველებს შორის ვინც თვლიდა რომ თუ კარგად მოიქცევით რუსები დაგვიფასებენ იყო დიმიტრი ყიფიანი აკაკი წერილს ყდებოდა სიცილით დიმიტრიზე ამბობდა ეს რა გულუბრყვილო კაციო ეუბნება დიმიტრი რა უნდა მოიფიქოთ ისეთი რომ რუსები კარგად მოგექცეოდა
ერთადერთი მეკავშირე, ვინც ყავდათ რუსეთის იმპერიას სინამდვილეში დიმიტრი ყიფიანის სახით. რუსებმა რომ დააპატიმრეს და გადაასახლეს სტავროპოლში თუ სადღაც ჯანდაბაში რუსეთში, მოკლეს უროს თავში ჩარტყით. ანუ ერთი მეკავშირე ყავდათ, ვინც რუსებს აფასებდა და რუსეთის იმპერიის იმედი ჰქონდა და იმას მოექცენ ასე სასტიკად. ეხლა დანარჩენს რას უზავდნენ კი იცით და კი ვიცით. ურო ჩაარტყეს თავში. მე მაქვს დაწერილი წიგნი. არ ვიცი, შეიძლება წაკითხული გაქვთ ისა ზოგიერთს მაინც ქვია ჯინსების თაობა და იქ ერთი ეპიზოდია. ეს წიგნი არის 20 ენაზე თარგმნილი, აი წარმოიდგინეთ, რამდენ ქვეყანაში მქონია შეხვედრა ამ წიგნის გამო. შეიძლება მეძე ახლა აღარ ვითვლი ხომ. და ყველგან მეკითხებიან, რომ ეს თქვენი მოგონილია, აი არ მახსოვს შეხვედრა, რომ არ მკითხონ ეგ. ეპიზოდი, სადაც ეს გეგა კობახიძის დედამ მომიყვა თვითონ. ნათელა მაჭავარიანმა, რომ სახში მოუვიდა თქვითარი, ტყვის საფასურს გიგზავნიდნენ, შენ შულს თუ ხრიდნენ, ოჯახს გამოუგზავნოს ტყვის სამწამო. ასეთი სისასტიკე როგორ შეიძლება არსებულიყო საბჭოთა კავშირში. უცხოეთში განსაკუთრებით მეკითხებიან, რომ ეს ვეუბნები, ეს მომიყვა ნამდვილი ამბავია. ანუ ამ გეგას თავარი პერსონაჟის დედა. მაგრამ ეს საბჭოთა სისასტიკე კი არ არის მარტო. რუსეთის იმპერია ასეთი სასტიკია. ის დიმიტრი ყიფიანი რომ მოკლეს სტავროპოლში და ურო ჩაარტყეს, იმის საფასურიც ოჯახს მოუვიდა. თქვენ რა გონეთ, იმის ბალზამირების თანხა მოუვიდათ რუსეთიდან ამ ყიფიანებს სახში. და ეს ისეთი შოკი აღმოჩნდა მათთვის ამ ყიფიანების რომ წავიდნენ საერთოდ გადასახდნენ ხო იცით იმაში ბელგიაში გადავიდნენ საცხოვრებლად კაცო წავიდნენ საერთოდ ის ნინო ყიფიანი და ეს მაგის ისინი ოჯახის წევრი საერთოდ წავიდნენ ისეთი შოკი მიიღეს რომ ეს რა ქვეხა რა ველური სახელმწიფოა რომ კაცი ურო ჩაარტყეს თავში და ფულის ქვით არის გამოუგზავნეს რომ ისა ბალზამირების თანხა თქვენ გადაიხადეთ წარმოგიდგენია მე რომ მეგონა მეს მასე მეგონა გულუბრყო და საბჭოთა კავშირში მოგონილი სისასტიკე თორემ სადა ხარ რო შემოვიდნენ მაშინ მოიგონეს სხვა შორის ეხა გადაუხვიეთ ცოტა მაგრამ რო შემოვიდნენ რუსები მაშინვე მოიგონეს ის რატომაც ერთად არ სხედან იმ ფოტოში ეს აღარ ვთქვი მთავარი ილია აკაკი და იაკობი ერთად რატო არ არიან ფოტო რატო არ აქვს იმიტომ რომ ხო იცით რუსებმა ისე აკრძალეს ქართულად ყველაფერი ლაპარაკი საქმის წარმოება ყველაფერი აგვიგზა ანუ ქართულ ენა არ არსებობდა ერთადერთი რომ დაუშვეს გაზეთების ქართულად გამოცემა სულ მაინტერესებდა რატო დაუშვეს იმიტომ დაუშვეს რომ როგორც მე აღმოჩნდა რომ უკვე კარგად რომ შეგვისწავლეს უკვე თითქმის რომ გასული იყო დრო ჩვენი ხასიათის თავისებურების ამოსაცნობა მიხვდე რომ ამ ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა ჯობია მათივე ხელით და ეს გამოუვიდა სხვათა შორის ეხლა წარმოიდგინეთ აკაკი წერეთლეს ხო ამ გენიალურ ამ ღვთაებრივ აკაკი ხო გინახავთ რაჭა ლეჩხუმშიო მართლა ღვთაებას ავიტრო დღეს ბავშვები რო ფერხულში ხო გინახავთ რა გასაოცარ აკაკი წერეთელიც კი მარტო ვაჟას ფშაველას კი არ უწევდა რომ ენას გიწუნებო ერთი წაიკითხეთ უგებაშუზე რას წერს და რატო ხდებოდა ეს სიამოვნებაში თვითონაც ვერ ხდებოდნენ ძალიან ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ რომ ეს სულად გამიზნულიყო დღე არ გავიდოდა რომ რომელიმე პერიოდიკაში რომელ გაზეთში დიდ ქართველებს ერთმანეთი არ გაელანძღათ არ გავიდოდა დღე მივხვდით რომ თავიდან რომ შემოვიდნენ ხო იცით პირდაპირ იმაში სახელმძღვანელო ქონდათ რუსებს როგორ ხორციელდებოდა საქართველოს დაპყრობა დაყავიდა იბატონე და რაც კი ავტორიტეტი ყავთ ყველა უნდა გავაშაოთ ანუ რომ არ იყოს საქართველოში არ არსებობდეს ადამიანი ვისაც მოусმენ დაუჯერებ და ვინც შენთვის ავტორიტეტი ყველა უნდა იყოს განადგურებული ან ფიზიკურად ან მორალურად და ეს როგორც კი შემოვიდნენ ეგრევე დაიწყეს პირდაპირ დაიწყეს ერთი წამი ხო ხოცავდნენ რომ შემოვიდნენ მერე გაშეცვალეს პოლიტიკა უკვე მიხეილ ვორონცოვიძეს რომ შემოვიდნენ 1000 პირველ წელს 1002 წელს რომ დაიწყეს ხოცვა აღარ გაჩერებულა იმა რა დამოუკიდებლობის აღდგენამდე კაცო 1918 წლამდე ხოცავდნენ თელი საუკუნე ხოცვა მაგრამ ეს მაგარი რამე მოიფიქრეს ქართულ ენას გვიგზავნოდნენ ყველაფერს ქართულად მაგრამ გაზეთების ნება იმიტომ მოუწევს რომ ერთმანეთი ისა რა ქვია შეგვეძულებინა ეგ ერთმანეთი ისა რა ქვია გაგვეკრიტიკებდნენ უბრალოდ ეგ აღარ იყო კრიტიკა გასაგებია ხა იაკობ გოგებაშვილი წარმოგიდგენთ ეს აბა თქვენ საიდან მოიგონეს მიხვდნენ რუსები რომ ეს არის რატო გამოუაგდეს ხო იცით გამოუაგდეს იაკობ გოგებაშვილი გამოუაგდეს სამსახურიდან მაგიტო გამოუაგდეს რომ მიხვდნენ რომ კაცი ეს არის დიდი ისა რა ქვია მოვლენა ეს ძალიან საშიშია მისი გაკარება არ შეიძლება მოსწავლესთან და გამოუაგდეს სამსახური სახლიდანაც გამოუაგდეს სხვადასხვა მარტო სამსახურიდან არ ამან ისე იმოქმედა იაკობ გოგებაშვილი წარმოიდგინეთ ეს მოწამვლა რომელიც ახლაც ასე გრძელდება საქართველოს თქვენ არ იფიქროთ რომ ეს რამე ახალი ახლა რასაც აკეთებენ უბრალოდ პერიოდიკას კი არ იყენებენ ამ Facebook-ს და რა ქვია სოციალურ ქსელებს თანამედროვე ტექნოლოგიებს რომ ყველა ქართველი ლანძღონ
ყველა ვისაც ავტორიტეტი აქვს, განათლება აქვს, კულტურა აქვს, ცოდნა აქვს და რაღაც ღირებული, ყველა უნდა გალანძღონ. იმიტომ რომ არავინ არ დარჩეს და ჩვენ ვთქვათ რომ არ ვართ ჩვენ კაი ხალხი. არა შეგვიძლია ჩვენ აფე არ შეგვიძლია. რა უნდა გავაკეთოთ? რა ქვია, ვეფხისტყაოსანი სხვამ დაწერა და ჩვენ არაფრის მაგისები არ ვართ. ეს ამიტომ ხდება. ახლაც ხდება ეს, ახლაც. ეს ახალი ამბავი არის, ძველი გამოგონება სხვათა შორის და ის და მან დედათო იაკობს სხვათა შორის აქვს ეგეთი წერილი რანი ვიყავით ხო და აი მითების რანი ვიყავით ხო მითების რა მაგარია ევროპაზე რა მაგარი რამე უწერია მითები სტერეოტიპების სწრებაზე დღესაც ხო ეგეთი ის წარმოდგენა და სტერეოტიპი და რაღაც ნარატივი არსებობს რომ სრულიად გაუნათლებელი ველურიერი ვიყავით თითქოს და მოვიდა იმპერია და მოიტანა განათლება ამ დროს იაკობი ამ წერილში რანი ვიყავიში წერს რომ რას ამბობთ ხალხო ჩვენ მქონდა მე-18 საუკუნეშიც კი ეკლესია მონასტრებში იყო საგანმანათლებლო კერები სწავლობდნენ ადამიანები მოვიდა იმპერია 1801 წელს წაგართვა ყველაფერი ენას გართმევს ყველაფერს გართმევს და აბსოლუტური წვეტა არის განათლების მიმართულებით ხო და მერე იწყებენ უკვე 60-იანელების თაობა როგორც უწოდებთ მათ აი ამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოტანას ამ ხელა წვეტის შემდეგ ხო რამდენი წელია გასული თითქმის 70 წლის განმავლობაში არაფერი არ ხდება ქვეყანა. არავით არის საგანმანათლებლო მიმართულებები აღარ არის თითქმის და ესენი იწყებენ მართლა ერისმამები აი ამ ახალი საფუძვლის ჩვენ 100 წელი კითხვა ისწავლოს ხო. გოგა ჩვენ 100 წელი ვეხვეწებოდით ნებართვას რუსეთს რომ დაგვიარსებინა უნივერსიტეტი. არაფრით არ მოგვცეს უფლება. აი რომ გამოაგდეს სახლიდან ნიკო ცხვედაძე ვინც შეიფარა იაკობ გოგებაშვილი. მასთან ცხოვრობდა სახლში ნიკო ცხვედაძე. ის იყო იმ უნივერსიტეტის ამშენებელი, აი პირველი корпуსის ისა, პირველი უნივერსიტეტის. ოღონდ ეს იყო ნამდვილი შეთქმულება, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვეტყოდით რუსებს რომ უნივერსიტეტს ვაშენებთ. ჩვენ არა, გიმნაზიას ვაშენებთ. უკვე დიდი რო დახვდათ უკვე თეთრ სახლს ეძახდნენ, მართლა თეთრი იყო. და ეს იყო შეთქმულება. როგორი შეთქმულება? მარტო დავით სარაჯიშვილი და იაკობ გოგებაშვილი და დიდარი ქართველები კი არა ისა ზუბალაშვილი. ყველა მანდ გამოდიოდა წნეთის ქუჩა, იყო ეხლა წნეთის ქუჩა პატარა ქუჩაა, მაგრამ სოფელ წნეთიდან, აი სადაც ეხლა რუსთაველის მეტროა, იქამდე მოდიოდა, იქ იყო მოსკოვის ზასტავა ერქვა. იქამდე რომ მოდიოდა, აი მელიქიშვილს გამოირვიდა ჭავჭავ. ეს წნეთის ქუჩა იყო. იმიტომ რომ მემაწონეები რომ ჩამოვიდა, აი მაგდანას ლურჯაში რაც არის ეკატერინე გაბაშვილი, ყველას ქონდა, არ ქონდა ერთმანეთს მინიმუმ დებდა უნივერსიტეტის ასაშენებლად. იმიტომ რომ ყველამ იცოდა რომ რა ქვია ეს იყო ისეთი რაღაც მნიშვნელობის საშუიშვილო საქმე, ანუ შეთქმულება იყო, შეთქმულება მოვაწყეთ. დავაშენეთ ესე უნივერსიტეტი. ერთმანეთს დობდა ყველა მემაწონეც კი, რომ შვილი იქ ისწავლიდა. და სხვა შორის იაკობ გოგებაშვილსაც დაემართა დედაენასთან. აი, ვინც თვითონ სრულად წერა-კითხვისაგან შორს იყვნენ, ისინიც კი მიხვდნენ, რატო ეძახდნენ მოგებაშვილს. ისინიც კი მიხვდნენ, რომ ეს იმ შვილმა სხვა გზა არ არის, ქართულს კარგავს. ანუ სკოლის ასაკის ადამიანს ქართული აღარ ისმის. და მიხვდნენ რომ ეს გამოსავალია გადარჩენა რა ქვია შემდეგი თაობის. ამიტომ ყველა ყიდულობდა დედაენას და მე ნუ ხა ბუნების კარსი ისი არა, მაგრამ როგორც დედაენას. დედაენაზე ბესტსელერების ბესტსელერია. ასეთი რამე არ მომხდარა საქართველოში არასოდეს. რაც მოხდა იაკობ გოგებაშვილის დედაენასთან დაკავშირებით. სხვა შორის რაც ასევე ის არის რა ქვია გულდასაწყვეტი მაინც მგონია რომ აი არ ვიცი სიმართლე გითხრათ რატო რომ აი რითიც დავიწყე იმის გაგრძელება მინდა რომ რატომ მგონია რომ სულ მაინც არის არაჯეროვნად დაფასებული სულ ასეთი განცდა მაქვს რომ ესე იგი ადამიანი რომელსაც ყველაფერი გაიღო ჩვენთვის ჩვენ მაინც ვერ ვახერხებთ რომ აი იგივეთი უპასუხოთ ან მოვახერხოთ იმის დაბრუნება ნაწილობრივ მაინც რაც მას ეკუთვნის. სამწუხაროდ ისა რა ქვია ასე მგონია და არ ვიცი ეს რამ მოიტანა, არ ვიცი რატო ეხლა როგორ ხდება სკოლაში ადამიანის დაახლოება წიგნთან ან ამ სამყაროში აღმოჩენა. არ ვიცი ეხლა როგორ ხედავენ მასწავლებლები ან ჩვენი სკოლა, ნუ სკოლის ამბავი ხო ცუდად არის. მე დარწმუნებული ვარ რომ არასოდეს ესე იგი არასოდეს არ ვიქნები არც ერთი ხელისუფლების მომხრე, სულ მაგას მეკითხები რატომღაც რომელისთვისაც არ იქნება პრიორიტეტი და მთავარი საზრუნავი სკოლა. ანუ მე არ მჯერა 4 წელიწადში ერთხელ ნებისმიერ ხელისუფლებას რაც გვინახავს
ხო, ნუ თითქმის ყველა რეფორმას რო არქმევს. ყველა რეფორმას რო არქმევს, ახსენდებათ სკოლამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არჩევნები ახლოვდება და იციან, რომ მშობლები და მასწავლებლები უნდა გადმოიბირონ. და არც ერთ ხელისუფლებას სკოლის რეფორმაზე სიამოვნებაში არ უფიქრია და აი წარმოვიდგინოთ, გვინდა რომ კარგ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, ხო? სახელმწიფო სახლს შევადაროთ, როგორი კაი ფანჯრებიც არ უნდა გქონდეს, იტალიიდან თუ არ ვიცი, საიდან ჩამოვაქვთ ხოლმე, გერმანიიდან, არ ვიცი. თუ საძირკველი არ აქვს სახლს, სახლი ვერ აშენდება. ჩემთვის სახელმწიფოს საძირკველი და ადამიანის საძირკველი, ხო, პიროვნებად ფორმირება, ხო, ძალიან ადრე იწყება. არის სკოლა. ანუ სკოლის გარშე აფი არ გამოგვა. სუტყუილი, აი უნივერსიტეტებში რა რეფორმაც არ უნდა გავაკეთოთ, ეგრეთ წოდებული, თორე რა რეფორმა ეხლა ეგ არის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან. ისა რა ქვია, აბსურდული. ხო, ძალიან ნათელია, რატომ მოიფიქრეს ეს? და ისა, რატომ მოაფიქრდათ, საიდან მოდის ეს იდეა. მაგრამ ასეც რომ იყოს, რომ რომელიმე ხელისუფლებას გაუჩნდეს მართლა უნივერსიტეტების და საერთოდ განათლების რეფორმის სურვილი, ნამდვილი სკოლის რეფორმაციის გარეშე, სკოლის გაუმჯობესების გარეშე აფი არ გამოგვიგვი, იმიტომ რომ სკოლა არის საძირკველი. ადამიანი ძალიან ადრე ყარიბდება ისა პიროვნება. ბავშვი ხო მართლა ადრე იწყებს პიროვნებად ფორმირებას. იმას ისე ჭირდება ეკავშირია რა, ვინ არის მასწავლებელი სიამოვნებაში? ვინ ხო ისა მასწავლებელი ვინ არის? რომ აი იმაში ხელი ჩაკი, ანუ ის არის რა ქვია. რაღაც ვიდეო იყო ხოლმე. ყველა არხზე გადიოდა არ მახსოვს რაღაც სამოგზაურო კომპანიის ის რომ ხელჩაკიდებული რომ მიყავდა ალბათ შეყვარებული იყო არ ვიცი ვინ იყო ხო ანუ თავარი ადამიანი ხელი როა ეს ხელი როა რომ მეგონა რომ ვიღაც მიყვებოდა გახსოვს ეგ ვიღაც მიყვებოდა მე ჩვეულებრივი ადამიანებიც აკეთებდნენ მაგ ვიდეოს ხო აი ეგ ვიდეო სულ ფიქრობდი რომ აი ეგ უნდა იყოს მასწავლებელი რომ ხელს ჩაკიდებს და ამ სამყაროს შემეცნებას დაგაწყენებს იმიტომ რომ ბავშვი ძალიან ყველა სათუთი და ის არის ხო გესმის ისა და ამ სოციალურმა ქსელებმა კიდე ეგ გამოაჩინა ძალიან ისე ცხადად რომ დღევანდელი პრობლემა რა საზოგადოების გარკვეული ნაწილის პრობლემა არის წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა. ხო არ ვიცი რაღაცა თაობა რომელიც როგორც ჩანს აი დაიკარგა ამ სისტემაში რასაც ვეძახით განათლების სისტემა აი ცხადად წაკითხულიდან რომ შინაარსი ვერ გამოაქვს ადამიანს აი მაგ პრობლემას ვხედავ მე აი დღესდღეობით ძალიან ისე კარგად ჩანს რა ადრე ყველა არ წერდა ამ სოციალურ ქსელებს ეხლა ყველა წერს მაგრამ რას ამ კაცმა და მისმა მეგობრებმა და თანამებრძოლებმა გააკეთეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება აზრის გამოტანის საზოგადოების დრო ხო არ დადგა მეთქი რა ვიცი ჩვენ გავაკეთეთ ასე ქვია თბილისში ეხა იანვრიდან იწყება, ქვია წიწაკა. წიგნის წაკითხვის კაფეა რა, ბავშვებს სპეციალურად მოუყავს, რომ აი ეგ ვასწავლოთ, რასაც გოგა ამბობს. საინტერესოა, ხო. წიწაკა, ხო, დავით გურამიშვილი ხო რას ამბობდა, რომ ჯერ წარეს წიწაკასავით არის სწავლა და მე მაგრა გაგისწორდება, მე სულ რა ქვია, ბოლოში კაკლის მურაბასავით და თავიდან წიწაკა. ანუ ბავშვებისთვის არის სპეციალურად, რომ იმიტომ მე შევამჩნიე ხა რა ძნელი შესაძლებელი ეგ არის, რომ მე სულ მახსენდება წაკითხული მაგ რაღაც კოლეგები არის რომ საშინელ ადგილზე ვარ სოფლიოში წაკითხulis მიხედვით შინაარსს ვერ გამოვაქვს ვერ ვიგებ ის ახლა გასაგებია რომ შეიძლება პაპუაშვილი რაღაცას ამბობს ვერ გაიგო ის რა ქვია მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვერ გაიგო რაზე გელაპარაკებენ ეგ უკვე სხვა ამბავია ანუ მარტო პაპუაშვილის ბრალი არ არის ხო და მახსენდებოდა ჩემი მეზობელი გაზაფხული მოდიოდა ხო აი ეხლა აღარ არის ხოლმე თბილისში, არ ვიცი, ეგეთი სახლებიც აღარ არის, ხო ის მიგვაბეტონეს და მიგვაკორპუსეს და მე სადაც გავიზარდე, სულ აგურის სახლები იყო, პატარა 2 და 3 სართულიანი ისა, ვაკეში სხვა სახლები არ იყო. ხო და ეს ფანჯრები ხო იღებოდა ხოლმე და ეს მახსოვს სუნები მაგალითად ზაფხულში, სულ კამპოტებს და იმებს ხარშავდნენ, რა ქვია, მურაბებს. სულ სუნი გამოდიოდა. ან გამოდიოდა ოთარ იოსელიანის ფილმებში რომ გამებია, ხო იცი, აი პერსონაჟი რომ ისა გამების ხმა რო ისმის, ვიღაცა რომ ესადინეოს. და მე მყავდა მეზობელი იქიდან ეს ხმა სულ მახსოვს რომ აი რასაც გოგა ამბობს რომ დედა რო ამეცანიებდა და შვილს თ ხ ა რა გამოვიდა და თოხი ის ჩემი მეზობელი ამბობს სულ ეგ მახსენდება რომ შინაარსი რო ვერ გამო და მე დედამისის კივილი შვილო თ ხ ა რა გამოვიდა თოხი ისე ვეუბნებოდი ანუ ჩაესმოდა როგორც თოხი ხო და მე შევატყე ხა ხო ძალიან მიჭირს ხოლმე ტექნოლოგიებზე ლაპარაკი და აუგათ ის ახლა იმიტომ რომ ჩვენ ვერაცეთ განვითარებას ვერცად ვერ დავემალებით ანუ არც უნდა დავემალოთ პირიქით გასაგებია რომ მეც ხო ვარ მომხმარებელი ჩვეულებრივად ინტერნეტის ჩვეულებრივად კომპიუტერ ლეპტოპში ვწერ აი ლეპტოპი ჩვეულებრივად მაგრამ რას მაძლევს ინტერნეტი გენიალური გამოგონია რას მაგვაძლევს კომუნიკაციას და ინფორმაციას
თორე კულტურას და განათლებას არ გვაძლევს, მაინც წიგნები უნდა ვიკითხოთ. მაინც კი გოგებაშვილს უნდა მივადგეთ. მაგაში ეგ არის თავარი. მაინც გოგებაშვილს ვერ ამცდებით. ოღონდ ეს როგორ აუხსნათ ადამიანს, რომელიც ბავშვი დახოხავს და იმ გაჯეტის მომხმარებელია. იმას როგორ უთხრათ, რომ ისა არა, გაჯეტებშიც არის წიგნები, თუ მოინდომებ და წაიკითხავ. გასაგებია, მაგას პირიქით. ეგ შეიძლება ვასწავლოთ. ის ვაქციოთ იმ სახელმძღვანელო. კი, ყველაზე კაი ის არის, რა ქვია, თორე აბა მაშინ ხა ინტერნეტში ხო ერთხელ მართლა რა არის კომუნიკაცია და ინფორმაცია. ეგ არ არის განათლება და კულტურა. თორე ძალიან სწრაფად შეგიძლია თელ დედამიწას ეკონტაქტო, ძალიან სწრაფად მიიღო ინფორმაცია. ოღონდ ეგეც მართალია, რომ ისა ერთხელ დამაინტერესდა რა წერია ჩემზე. მტერმა წაიკითხა, რაც მე იქ წავი, იმდენი იდიოტობა, იმდენი ტყუილი, იმდენი სისულელე და იმის მე აღარ ვენდობი ინტერნეტს. ანუ ჩემს რო ნახავთ რამდენი ტყულია, სხვაზე ხო რამდენი ტყული ეწერა. Google-ში და იმას ქენი დასერჩე. რა წერია ჩემზე? აი რამდენი იდიოტობა, რა დებილობები ეწერა და მე მივხვდი რომ რას ამბობს აგული ერისთავი, პიპინია ერისთავი რომ ეუნება მოსწავლე რო ყავს. არაჩვეულებრივ გამოფენაში. ხო იცი მე ძველი წიგნებიდან გასწავლე. ხო და მივხვდი რომ ძველი წიგნები მირჩევნია. თორე ტექნოლოგიებს კი არ ვებძვი. უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ შეცდომაა. იმიტომ რომ ვისი აქვს შიგნით იმას. ეს მონაცემები ვის შეტანილი? იაკობ გოგებაშვილის არა მგონია, ხო და მე მინდა რომ ეს გავიგო, აი სულ ამას ვეძებ რომ როგორ არ დავკარგოთ იაკობ გოგებაშვილი, იმიტომ რომ სულ ამის შიში მაქვს რა. იმიტომ რომ მეც მიწევს ხოლმე ხო იცით ელექტრონული კითხვა, მაგრამ მივხვდი რატომ მირჩევნია მაგალითად ბეჭდური წიგნი. თორე თავის დროზე ხო იცით გუტენბერგი იყო გერმანელი, მე-15 საუკუნეში გამოიგონა სტამბა და წყევლეს, მაგრამ რა წყევლეს? გამოთქმა ეშმაკის მანქანა იქიდან მოდის. ანუ ეს ეშმაკის მანქანაა, ანუ როგორ შეიძლება რომ წიგნი იბეჭდებოდესო? და დაიწყეს წყევლა და გადასცეს ანათემას ეს გუტენბერგის საწყალი, მაგრამ მე ჭკვიანი ვინც იყო ეს ისა რა ეკლესიაში, ისინი მიხვდნენ რომ როდემდე უნდა ხდებოდეს ხელით გადაწერა სახარების და ბიბლიის. ანუ ეს გამოგონება ხო არ გამოვიყენო და გამოვიყენეს პირველი წიგნები, ხო სულ ბიბლია იყო, სულ სახარები და მიხვდნენ რომ პირიქით გონიულად მოვიქცეთ რა ეს და მე ეგეც მახსოვს საქართველოს კომპიუტერები გაჩნდა ამბობდნენ რომ ის არის სატანურია კომპიუტერიო. და მე რა თქმა უნდა მეცაც მიხვდნენ ახლა ჭკვიანები ვინქაც იყვნენ რომ მაგის გამოყენება შეიძლება სწორედ იმის ქრისტიანობის და რელიგიის სამსახურის და ასეც მოხდა. ხო და მე მაგალითად გეტყვით ჩემს პირად იმას რა ხო შემილია კითხვა რა თქმა უნდა წამეკითხა მაგრამ მივხვდი რატო ირჩევნია ბეჭდური მაინც რომ ბეჭდურ წიგნს უკითხო ეს არ ვიცი რამჭერს უცნაური ისა რა ქვია რომ გონია რომ მე ჩემთვის არის დაწერილი და მე მელაპარაკება ავტორი ანუ მე მიყვება ამ ამბავს ყდა დავაკვირდი რომ ელექტრონული ვერსიის შემთხვევაში გონია რომ თანამონაწილე ამ ჯადოსნური და ამ დიდი ინტიმური ამბის არის უამრავი მილიონი კაცი დედამიწაზე ანუ ვიღაცები მეკვეტებიან. არა და მე დამიწერა, მე ყველა წიგნზე ესე მემართება, რომ მე მიყვება ჩემთვის არის დაწერილი. მე ვხედ, მე რასაც ვხედავ, ის წერია ამ წიგნში, ასე მგონი. საერთოდ ეგეთი გენიალური გამოგონება წიგნი, რომ შეიძლება სხვა რამე დაინახოს და ყველა მართალია, ხო იცით? იმიტომ რომ შენ ხედავ მარტო ესეთი ჯადოსნური გამოგონება, ანუ ეს არის თავარი ჯადო რა, იაკობ გოგებაშვილის და წიგნის საერთოდ და განა მაგის წინააღმდეგი ვარ ელექტრონული თუ ოღონდ იკითხონ გოგას თქვის არ იყოს და გინდა უთოებში იკითხონ ოღონდ იკითხონ და გინდა ესა Kindle-ში რაც გინდა იკითხონ ყველგან შეგიძლია იკითხონ ოღონდ იკითხე წიგნები მაგრამ ჩემთვის აი კონკრეტულად სუბიექტურად ეს თავარი ინტიმი კი არა მაქვს ელექტრონულ ვერსიაში გონია რომ აქ მარტო მე ვარ და ისეთი საჩუქარი მგონია რომ აი ჩემთვის განკუთვნილი და ხო ასეთი უცნაურობა მჭირს რა მე მაგრამ თქვენ რასაც ამბობთ მე არ ვიცი სულ ფიქრობ ამაზე ხა ეს მაგიტო ამ ფიქრის ნაყოფია ეს წიწაკა ჩვენ რაც მოვიფიქრეთ რომ წიგნის წაკითხვის კაფე რომ მინდა მაინტერესებს რომ ესე როგორ შეიძლება ბავშვისთვის ეს იყოს ანუ რამდენი დრო ენერგია მიაქვს ხო წარმოგიდგენიათ აი რამდენი ბევრი დადის და კაფე ეს ახლა გამოვაცხადე ნუ გამოხმარება დიდია და აი ნახოთ რამდენი იქნება იმიტომ რომ ნუ მშობლებს რა თქმა უნდა ახლა არ ვიცი ბავშვებს რამდენად მოუნდა მშობლებს მოუნდა იმიტომ რომ მშობლები ხედავენ შვილებმა არ წერა იციან არც კითხვა ის კი არა რომ წაკითხულე შინაარსი ვერ გამო წერა კითხვაც უწევთ ჩვენი ენა არის რა ქვია გორის და ქართლის სალიტერატურაზე ენაზე დაფუძნებული მithomets რამდენი საფუძველი გვაქვს ხო მინდა წაგიკითხოთ რა ბოდიში ახლა კი გამივცელდა ისა გამიგზელდა ესეთი მინდა გითხრათ რომ ისა აუცილებლად მინდა რომ აი მე მგონი იმ წელს ქვია ხა აღარ მახსოვს აი ხის ადრე მაქვს წაკითხო მე მგონი შინაური მიმოხილვა ქვია გოგას ემახს იქ ახსოვს საოცარი ფრაზა ერთი იმ ხალხს მინდა უთხრა რუსთაველზე რომ ყოველ დღე დადიან
რომ მაისურები გააკეთონ. პირდაპირ ასე უწერია იაკობ გოგებაშვილს, აი მართლა რა გენიოსია. არა უკან აზიისკენ, არამედ ყოველთვის წინ ევროპისკენ. ასეთი ფრაზა უწერია შინაურ მიმოხილვაში. რამდენად მნიშვნელოვანია წამოვიდნენ როდინდელი, ანუ ვითომ ახლა გუშინ თქვა რა, თქვა 100 წლის წინ მეტი და ხო და ეს აი საოცრებაა რა ადამიანის, ესე იგი აი გენიოსი ადამიანის ადამიანური ტექსტი. ღოღობერიძე იყო, ნიკო ღოღობერიძე შეიძლება ის მის მეგობარი იყო, მასზე ადრე გარდაიცვალა და ამ წერილს წერს ლუარსა ბოცვაძეს თავისთან მუშაობდა, იმას არტყილებს. ღოღობერიძის გვერდით საფლავის ადგილი გზისპია და ჩემთვის დასტოვოს იმავე სიდიდისა, რა სიდიდეც აქვს ნიკოს საფლავის ადგილს. ანუ ნიკო ღოღობერიძის საფლავის ადგილზეა ლაპარაკი. დილობის პანთეონში ხდება. იქ უკვე დაკრძალულია ნიკო ღოღობერიძე. ამასთანავე შემატყობინოს რა ეღირება ეს ადგილი და ისიც ფული ახლავე უნდა გადავიხედოთ თუ საკმარისია ბემივცე. ღოღობერიძის საფლავის და ჩემის საფლავის შუა უნდა დარჩეს მხოლოდ ვიწრო გასავალი. რათა ჩვენ შორის ვინმე ოხერი არ ჩაეჭხილოს. ხო გენიალური, აი საოცრ. ხო გენიალური. ჰა? ვინმე არ ჩაეჭხილო, ვიწრო დატოვეთ. თან როგორ ქართლურად აქვს როგორი ქართლურია. მარტო ქართლებს შეეძლო ასეთი წერნის დაწერა, ასეთი პირდაპირ გულსხველი და ხო და დიდი და მიწიერი და არამიწიერი მოვლენა როგორც იყო იაკობ გოგებაშვილი.